გომელაურისა და გელაძის ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის აღიარების შემდეგ საპირისპიროს დამტკიცებას ახლა ოცნების მოქმედი ლიდერები ცდილობენ. მაგნიცკის სიაში ტერორისტების გვერდით ჩაწერილი გომელაური გუშინ ამტკიცებდა, რომ BBC-ს გამოძიებაში ნახსენები ნივთიერებების შინაგან საქმეთა სამინისტროს ნამდვილად ჰქონდა შეძენილი. თუმცა პასუხისმგებლობას ამაზე წინა ხელისუფლებას აკისრებდა. დღეს კი გეკა გელაძე ირწმუნება, რომ უწყებას არასდროს შეუსყიდია კამიტი და მისი წინამორბედიც ამას გულისხმობდა. ნივთიერებების შეძენა დღეს კობახიძემაც დაადასტურა და მისი წყლის ჭავლში შერევაც არ გამორიცხა, თუმცა ოცნება კატეგორიულად უარყოფს, რომ ესნაერთი კამიტი იყო. დოკუმენტური ფილმი მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასე პასუხობს ბრიტანული მაუწყებელი ოცნებას, რომელიც BBC-ს სამართლებრივი დავის წამოწყებით დაემუქრა. BBC-ს გამოძიებასთან დაკავშირებით ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილის უსმა გამოკითხვაზე დაიბარა ის დოკუმენტურ ფილმში ერთ-ერთი რესპონდენტია. ჩახუნაშვილი წერს, რომ მან მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. სავალდებულო სასკოლო ფორმები სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების აკრძალვა სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ 6 წლის ბავშვებისთვის. კობახიძემ და მიქანაძემ განათლების ზოგადი რეფორმა წარადგინეს. მათი გადაწყვეტილებით სასკოლო სახელმძღვანელოებს განათლების სამინისტროს დაქირავებული ექსპერტები დაწერენ და ყველა სკოლა ვალდებული იქნება ამ წიგნებით ასწავლოს.